და გამარჯვებული რიგი და გაიქცენა ხე? გამარჯვებული საჯი გამოაცხადეს, იმიტომ რომ გაუძლო. ეხლა მართლა შეიძლება ფატალურად დამთავრებული თუ არ გაეყარა თბილისიდან. ნამდვილად. ასე იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ გაგვესმა, მადლობა დიმა. ჯაზის 50-წლიანი ისტორია და მსოფლიო ვარსკვლავები ერთ საგამოფენო სივრცეში ჯაზ ფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე საკუთარი ფოტო არქივი დამთვალიერებელს კრისტიან როზემ წარუდგინა. მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი ფრანგ ფოტოგრაფთან ერთად ქართველ მელომანებს ცოცხალ ვარსკვლავებთან შეხვედრა ელოდებათ. ეს ტომ ვეიცი გახლავთ, იცნობთ ალბათ. ნახეთ რა ახალგაზრდები არიან. ეს დიზი გილესპეა, ჩემი ფავორიტი ფოტო და მუსიკოსი. კრისტიან როუზის თვალი დანახული ჯაზის ისტორია ნახევარ საუკუნეს და უამრავ ვარსკვლავს იტევს. ჯაზის ქართველ მოყვარულებს ოქროს არქივი ჯაზის ფოტოგრაფიის ვეტერანმა დღეს თავად წარუდგინა. მეცადე საუკეთესო ფოტო შემერჩია. ჩემი 50 წლიანი არქივი ძალიან მრავალფეროვანია. აქ ყველას ნახავთ. 19 წლიდან ვიღებ და ეს ჩემი საყვარელი საქმეა. მიყვარს მუსიკა და ამის გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. კრისტიან როუზი მომდევნო კადრების გადაღებას თბილისის ჯაზ ფესტივალზე გეგმავს. პირველი ცნობილი პიანისტი და კომპოზიტორი მიშელ კამილო იქნება. ჯაზ ფესტივალის პირველი დღის ვარსკვლავი ტრიოსთან ერთად უკვე თბილისშია. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები, ევროპული ტურიდან ჩამოვედი საქართველოში. პირველად შევასრულებ ჩემს მუსიკას ქართველი მსმენელისთვის. იმედი მაქვს, კარგი შეხვედრა გვექნება. ალბომეულად ჯაზ ფესტივალის პირველი დღის სტუმარია 20-მდე განსხვავებული ალბომის ავტორი მუსიკოსი საქართველოში ინოვაციური პროექტით ბიტლზი და მედი ჩამოდის. ნეოსოულის მამა როი აიერსი, ანეტ კოენი, ჯორჯ მელის კვარტეტი, ენდი შეპარდი, ჯაზის და როკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გიტარისტი დევიდ ფიუზენსკი კი გიორგი მიქაძესთან ერთად დაუკრავს. 4-ჯერ გრემის პრიზის მფლობელი სტენლი კლარკიც ქართველ ვირტუოზთან ერთად დაუკრავს. ჯაზ ფესტივალს ამერიკელი ბასისტი და ბეკა გოჩიაშვილი დახურავენ. ბეკა გოჩიაშვილის პორტრეტთან ერთად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სულ ახალგაზრდა მხატვრის 23 ნამუშევარი გამოიფინება. 2012 წლიდან მუშაობ ამ გამოფენაზე. როგორც უკვე ვთქვი, 33 ნახატია შეკრებილი ამ ფესტივალზე და ტარდება გამოფენა გაყიდვა და მსურველებს შეიძლება შეძენა ამ ნახატებს. თბილისის საკონცერტო დარბაზში ორივე სივრცე გამოყენებულია, როგორც დიდი დარბაზი, ასევე ივენთ ჰოლის სივრცეც და ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საღამოები ელის მოსულ სტუმრებს. საკონცერტოს პროგრამა ძალიან საინტერესოა, ძალიან მრავალფეროვანია და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებს. ხვალიდან 5 დღის განმავლობაში დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაზის საშემოდგომო კონცერტები და ცნობილი ვარსკვლავები გელოდებათ.